აღმშვიდობის საპირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ისტორიული დღე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. პატრიარქი არჩეულია მღვდელთ მთავართა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. საპატრიარქო ტახტს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაიკავებს. დღეიდან უკვე შიო მესამე სამების საკათედრო ტაძრიდან არჩევის შემდეგ სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. დიდი მეუფე შიო მესამე ასეთია საეკლესიო ტიტული სრულად. გიორგი აბაზაძე სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული გაფართოვებული კრების შესახებ. დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე აქსიოს ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. 22 ხმით 57 წლის მიტროპოლიტი შიო მოციქულ ანდრიას მიერ დაარსებულ კათედრაზე 152 წინამძღოლად აირჩიეს. ამ შედეგის გამოცხადებიდან საქართველოს ეკლესიის დაქვრივებულ უძველეს საპატრიარქო ტახტს ახალი მემკვიდრე ჰყავს. თანახმაბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ მწყემსთავარს ყველა ის ტიტულატურა ებოძა, რაც საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის წოდებაა. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს. ჩემთან გამოჩენილი ესოდენ დიდი ნობისთვის პირველ ადამიანს ვის დაუბრალებლად იმაცა ლევანდელი კრების ღირსეულ და წარმართისთვის განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის გაცნობიერებული მაქვს ერთი მწრივ ამ მოწოდების სიდიადე და აბილი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უზღურება მსახურებ ყოველ მოსწავლეობას, ყოველ წმინდა დედაქრისტიანს, წმინდა და დას ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქ და ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვას ილოცე ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობი, სიყვარული და მშვიდობით მადლობ უღარი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ. პირველი მილოცვა შიო მესამემ პატრიარქობის კანდიდატებისგან მიიღო. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ავტოკეფალიის აღდგენიდან რიგით მე-14 გაფართოვებული კრება, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო, 4 საათი მიმდინარეობდა. სიტყვით საპატრიარქო კანდიდატების ეპარქიებიდან 3 დელეგატმა ისარგებლა. კრების მონაწილეებს მიმართეს კანდიდატებმა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა კი საპატრიარქო ტახტის ტიტულატურის შესახებ მოხსენება წაეკითხა. წმინდა ქალაქის პატრიარქი. ვიდრე ახალ პატრიარქს გამოარჩევდნენ, გაიხსენეს უწმინდესი ილია მეორე და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მისვალებული და მორისა შეიძლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილიას 39 მღვდელმთავრიდან მანტია მხოლოდ 3-ს საპატრიარქო ტახტის კანდიდატებს ჰქონდათ მორგებული. სხდომას მოსაყდრე ხელმძღვანელობდა როგორც დაქვრივებული საპატრიარქო ეკლესიის მმართველი. კრების დასაწყისში მან იმედი გამოთქვა, რომ არსებულ გამოწვევებს ეკლესია ილია მეორის გზის გაგრძელებით უპასუხებს. საუკუნეების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, წყემსთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო
და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. მათ შორისაა ხალხთან ღვთისმსიტყვის მიტანა და მისიონერობა. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება სინოდის წევრებმა საერთო ფოტოს გადაღებით დაასრულეს, რის შემდეგაც შიო მესამე მრევლთან გავიდა. პატრიარქად არჩევის შემდეგ შიო მესამე პირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის განსასვენებელთან მივიდა.